დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ პრეზენტაციაზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება. თავად მეფის კუთვნილის სახარების ვანის 4 თავის პრეზენტაცია ყდის რესტავრაციის შემდეგ არის დაგეგმილი და ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი და ბატონი ზვიად კორძაძე. კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი და პროექტის მხარდამჭერი. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანების. პირველ რიგში ხვალინდა ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად უთხრათ მაყურებელს, რამდენადაც ვიცით, ამ ყდის შეცვლა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელნაწერისთვის. და რატომ? მოგეხსენებათ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული ძალიან დიდი საგანძური ჩვენი ქვეყნისა, ეს არის ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, პირადი არქივები, თითეული ერთეული გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთი ცალია განსხვავებით თქვათ ნაბეჭდი ცალებისაგან, არის უნიკალური, არის განსაკუთრებული, არის მნიშვნელოვანი. თუმცა თითეული ერთეულის მნიშვნელობა სხვადასხვა თვალსაზრისით არის ხოლმე ხშირად მნიშვნელოვანი და აი ამ მნიშვნელოვან ერთეულებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის ვანის სახარება, რომელიც შეიძლება ვთქვათ ორი ძირითადი ნიშნით არის გამორჩეული. ერთი ეს გახლავთ ერთ-ერთი მდიდრულად მოხატული ქართული ხელნაწერი, ქართული მინიატურული მხატვრობის ერთ-ერთი შედევრი შეიძლება ითქვას და მეორე წმინდა ვთქვათ ემოციური დატვირთვა აქვს მას ის, რომ და ისტორიული დატვირთვა ცხადია, რომ ის გახლდათ თამარ მეფის პირადი სახარება, მისი კუთვნილი ხელნაწერი სპეციალურად მისთვის გადაწერილი კონსტანტინოპოლში. ამ ხრივაც არის საინტერესო ქართულ მონასტერში, რომანას ქართულ მონასტერში. ეს ხელნაწერი საბედნიეროდ კარგად არის შემორჩენილი, მაგრამ მას ყდა ჰქონდა დაზიანებული, ისევე როგორც ხელნაწერების ძალიან დიდ ნაწილს ყდები უზიანდებოდა პირველ რიგში ხშირი გამოყენების გამო და ეს ყდა შეიცვალა გასულ საუკუნის 60-იან წლებში, მაშინვე გამოეცვალა ყდა, მაგრამ იყო დაშვებული გარკვეული მეთოდოლოგიური შეცდომები, რის გამოც ეს ყდა აზიანებდა ხელნაწერის ფურცლებს, მისი საკეტები ასევე და აი ბატონი ზვიადი ჩვენ სხვადასხვა პროექტებში მხარს გვიჭერს და ერთ-ერთი ასეთ საუბრისას ჩამოვარდა შევეხეთ ვანის სახარების მდგომარეობას და მაშინვე გამოთქვა მზაობა, რომ ის მხარს დაგვიჭერდა სარესტავრაციო პროექტის განხორციელებაში. სარგებლობთ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდით და სწორედ აი ამ შედეგების პრეზენტაცია გვექნება ხვალ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პირველ საათზე და გარდა ამისა ექნებათ მომსწრებლებს საშუალება, რომ ერთი დღით სპეციალურად ამ დღისთვის ნახონ თამარ მეფის კუთვნილი პირადი ხელნაწერი გამოფენილი. ექსპოზიციაზე. ბატონ ზვიად, ალბათ ამ ხელნაწერის განსაკუთრებული მნიშვნელობა გახდა მიზეზი იმის, რომ გადაწყვეტეთ ხარი დაგეჭირეთ ამ ახალი პროექტისთვის, რომ აღდგენილი იყო და განახლებულ იყო ხელნაწერის ყდა. ხელნაწერი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ძალიან ბევრი ესეთი ხელნაწერია დაცული, რა თქმა უნდა ვანის სახარება გამორჩეულია მათგან, მაგრამ სხვა ხელნაწერებით საჭიროებს ასე ვთქვათ მიშველებას. ჩვენ ავირჩიეთ ერთ-ერთი და ჩვენი მოგზაურებული წვლილი შევიტანეთ, მე არ მგონია რომ ეს რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის ის რითიც ვმაყობთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც ხელნაწერის, არამედ როგორც ალბათ მაყურებელი ნახატებს, რომელიც გაკეთებულია იმ სისტემას, რომელიც წარმოდგენილია ძებნის სისტემას ვანის სახარებაში, ეს ჩემი მოგზაურებული აზრით და არაპროფესიონალის აზრით ეს ძალიან დიდი სკოლის შედეგია, რაც ჩვენ გვიამაყება ალბათ და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს მოგზაურებული წვლილი შევიტანეთ და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში თუ კიდე იქნება ესეთი პროექტები დავეხმარებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და მოუწოდებ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თანხა აქვს, სურვილი აქვს, მოწოდება აქვს, პატრიოტიზმი აქვს, რომ მიიღოს ესეთ პროექტებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ერთი არის სახელმწიფო ორგანიზაცია, აქვს რაღაც ფიქსირებული ბიუჯეტი და გასაკეთებელი ძალიან ბევრია, ყველას ესე ვთქვათ ხელმოქმედებას დაიტევს, ასე რომ ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და სურვილი ძალიან დაეხმარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და მეორე მხრივ კიდე ხვალინდელ პრეზენტაციაზე ვისაც აქვს შესაძლებლობა მოუწოდებ რომ მოვიდეს, იმიტომ რომ მართლა უნიკალური ხელნაწერია და მისი ნახვა, რომელიც გამოფენილი იქნება და შესაძლებლობა ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ხელნაწერები ხშირად ვერ იფინება ესეთ მდგომარეობაში და ამიტომ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება თუ მოვიდა. ბატონო ბუბა, თქვენ თქვით, რომ ეს არის თამარ მეფის პირადი სახარება, რომელიც კონსტანტინოპოლში დაიწერა, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოვიდა ის ჩვენამდე, როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ისტორიაც თვითონ.
დიახ, გვიან შუა საუკუნეებში ვანის ახარებას რატო უწოდებთ? გვიან შუა საუკუნეებში როგორც ჩანს ხელნაწერი მოხდა ვანში, შემდეგ ვთქვათ რაღაცა ვითარებაში იქიდან გამკრალა და შემდეგ საგანგებოდ ისევ დააბრუნეს ამ ისტორიის ამსახველი მინაწერები, ეგრეთ წოდებული ანდერძები ახლავს ხელნაწერს და ხელნაწერებს ძალიან ხშირად სახელი ეწოდებათ არა გადაწერის ადგილის მიხედვით, არამედ საბოლოო დაცულობის ადგილის მიხედვით და ბოლო პუნქტი, სადაც იყო დაცული, ეს გახლდათ ვანი. სამწუხაროდ ჩვენთვის წინა ისტორია უცნობია, 12-13 საუკუნეთა მიჯნაზეა შექმნილი და იქიდან დაწყებული კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ცხადია თამარ მეფის კარზე ინახებოდა ეს, მაგრამ შემდეგ ამ მეფის კარიდან ვთქვათ როგორ მოხდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ვანში, ეს ჩვენთვის უცნობია და მოკლედ ეს არის ხელნაწერის შესახებ, რაც ვიცით. ხელნაწერს ახლავს ანდერძი, ანდერძს უწოდებთ ისეთ ცნობას, რომელიც დართული აქვს როგორც წესი ხელნაწერს ბოლოში და რომლის მიხედვითაც ვიგებთ ხელნაწერის თავგადასავალს, შექმნის ისტორია, შექმნის მიზეზებს თუ ასე შემდეგ და აი ამ ანდერძში არის ნახსენები, რომ ეს გადამწერი იხსენიებს თამარ მეფეს და თავის იხსენიებს როგორც მლოცველს თამარ მეფისთვის და ამ მინაწერიდან ჩანს, რომ ეს არის სპეციალურად თამარისთვის შექმნილი და არა მარტო ამ მინაწერიდან, იმდენად მდიდრულია ხელნაწერი, იმდენად მდიდრული გაფორმება აქვს, იმდენად მატერიალურად ეს ძვირი დაჯდებოდა თავის დროზე, რომ არა სერიოზული სახელმწიფო დონაცია, სერიოზული დაფინანსება ასეთი ხელნაწერები ვერ შეიქმნებოდა და ეს მისი სიმდიდრეც აჩვენებს, რომ ეს თამარ მეფისთვის უნდა ყოფილიყო. თქვენ თქვით, რომ ერთხელ უკვე ჩაუტარდა რესტავრაცია ყდას, მაგრამ არასწორად იყო ყველაფერი შესრულებული და შესაბამისად ზიანდებოდა უშუალოდ ხელნაწერი. რა მდგომარეობაშია ამჟამად? ანუ საჭიროებს თუ არა რაიმე დახმარებით უნდა მინიატურები? როგორც აღნიშნეთ თავში, ხელნაწერი საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი, საკუთრივ ბლოკი ეს არის ეტრატზე გადაწერილი ხელნაწერი, განსაკუთრებულად მდიდრულ ეტრატზე, როგორც ჩანს, მოთეთრო ფერის ეტრატია, რაც ასევე მის სიმდიდრეს განსაკუთრებულებაზე მიუთითებს. ეტრატი ანუ საწერი მასალა, ტყავის საწერი მასალა საკმაოდ ძვირი იყო შუა საუკუნეებში. და მხატვრობაც არაჩვეულებრივად არის შემორჩენილი, აი რომ კადრებს ხედავთ, რომ ორიგინალი რო ნახოთ, გაგიკვირდებათ, გეგონებათ, სადღაც მე-20 ან მე-19 საუკუნეში მოხატული იმდენად კარგად არის დაცული. ეს ძირითადი ბლოკი, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ყდა მას გამოცვლილია გასულ საუკუნეში და არ იყო გამოყენებული შესაბამისი მეთოდი, არ იყო გამოყენებული შესაბამისი მასალა. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში რესტავრაციის მეთოდოლოგია, მასალები იცვლება და სულ უფრო ვითარდება და შესაბამისად ხელი შევლება მუდმივად ჭირდება და დღეს აი ბატონი ზვიადის თანადგომით, რომელიც არის ჩვენი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების აქტიური წევრი და აქტიური მეგობარი, ასე ვთქვათ, ჩვენი და ვიტყოდის მისი დამოკიდებულება არის სამაგალითო და ვისურვებდი ძალიან ბევრ ქართველს კონდეს ასეთი დამოკიდებულება ჩვენი მემკვიდრეობის მიმართ, აი მისი მხარდაჭერით შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელნაწერს უკვე ეს ხელნაწერი უკვე იდეალურ მდგომარეობაშია. ძალიან კარგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ზვიად კორძაძე, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი და პროექტის მხარდამჭერი. საუბრობთ პრეზენტაციაზე, რომელიც ხვალ გაიმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თამარ მეფის კუთვნილის სახარების ვანის 4 თავის რესტავრირებული ყდა და თვითონ ხელნაწერი გამოიფინება ექსპოზიციაზე.